მოგესალმებით მეგობრებო. Buongiorno, bambini. დიდი ხნის ჩემს უნახავ მეგობრებთან ერთად. უნახავი რა სიტყვაა? კარგი სიტყვაა. მაგარი სიტყვა არის, კაი ხანი ერთმანეთი არ გვინახავს და უნახავები ვართ, აბა რა ვართ. შენ ის თქვი ხა ვიღაცა მზეთ თუ მიამატა წინ და მზეთ უნახავს. კაი. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ ახლა უყურებთ Georgia Hunter-ის YouTube არხს. დღეს ნახეთ ჩემი დიდი ხნის უნახავი მეგობრები, გოგა და მარლენი. ბიჭებო, აბა როგორ გძნობთ თავს? ორიოში სასოლეთში. ხელებს ვიფრინდა და ერთი სული მაქვს როდის გადავა. მაგრამ იცის რატო ვართ შეკრებილები? ო, საინტერესო ვარიანტი გვაქვს რა. ბებრებმა მოვიდომეთ ახალგაზრდას ვასწავლოთ სროლა. ან პირიქით. წაგებული კი სრულობს სახინკლეს. ვნახოთ დღეს ვინ გაიმარჯვებს. მგონი მომიწევს დღეს რესტორანში დარეკო. ასეც ნუ ვიტყვი, მაინც ბებრები ვარ. შენ ახალგაზრდა ხარ, ჯელი როგორც სიტყვია. აი თავარი ბებერი მონადირე გვაკლია დღეს. ვაჟა დასავლეთში წავიდა, ვერ მოახერხა მოსვლა, ჩათვალეთ რომ აქ არის და მის მაგივრათას მის კილებს გამოვიყენებ და ვეცდები რომ მაქსიმალურად ანუ რომ გავათანაბროთ ასე თქვა ძალები, ხო? კი, ასაკით გაგითანაბრდებით რა. დღეს გვაქვს ატა თურქუა 308 კალიბრი და Redwin-ის ოპტიკა 318-50 FFP. გადასარევი, ფანტასტიკური. ნუ კარგი სინთეზი არის ჩემი აზრით, ერთი თვია უკვე ვიყენებ ამ კონფიგურაციას და კარგი არის, კი. ნახოთ აბა დღეს თქვენ როგორ მოირგებთ, ასევე გვაქვს SKS-ები, ძველი რუსული იარაღები, მაკედანაც გავისვრით, გავაცოცხლებთ ბებერი იარაღებს და გოგას აქ სიურპრიზი რა იარაღები გაქვს გოგოს წამოღებული. მე პენელი წამოღებული, ნახევრად ავტომატი და Remington-ი, მაგრამ ეს მე მგონი შემდეგ გადაცემაში ჯობია რომ დავტესტოთ. მაშინ ეს იყოს შემდეგი გადაცემისთვის დღეს დავჯერდეთ ბოლტს და ნახევრად ავტომატებს. ძალიან კარგი იარაღი არის და მთელი ცხოვრება, ასე რომ ვთქვათ, ანუ რაც ეს იარაღი ბაზარზე შემოვიდა და მას შემდეგ რაც ბესო ბერძენიშვილმა იყიდა და მითხრა რომ ძალიან მაგარი იარაღი არის. აი სხვათა შორის თქვენ მირჩიეთ, როდესაც ვაპირებდი, ზუსტად მახსოვს აი თქვენი მეგობრის სახელი და გვარი ახსნა. ძალიან კმაყოფილი იყო ბესო, მე ხშირად გვინადირია მე და ბესო სამი იარაღით და რეალურად პრაქტიკული შედეგი მაქვს ჩემი თვალით ნანახი. რაც შეეხება ბებერ SKS-ებს, აქაც პატარა განსხვავება გვაქვს, იმიტომ რომ შენი არის ქრომირებული. კი. ჩემი არის უქრომო. პლასტიკი და ხე. ამასაც მცირედი, მაგრამ მაინც განსხვავება აქვს და შემოდის ხოლმე ესეთი კითხვები YouTube-ზე, რომ აი რა განსხვავება არის ქრომსა და არაქრომირებულ შორის და ექნება შენს მაყურებელს ამის საშუალება, რომ ერთი შეიძლება ჩავაკვეხო აუცილებელია. აი ძალიან ბრწყინვალე იდეა მომივიდა ახლა. ძალიან მე ამით შეგეჯიბრებით და თქვენ იმ ჯღანით შემეჯიბრეთ. აჰა, ასე მე მგონი ჩვენ დაწინაურდა ერთი ბილეთი მე გაგვიკეთა. მეთქი შოთი გავაკეთოთ მე და შენ რესტორანში, ხო? კარგი ძმო. ყველაზე მთავარი და ამ იარაღის სრული განხილვა შეგიძლიათ ნახოთ მარლენის YouTube არხზე. კი ბატონო. დღეს ჩემს არხზე იქნება ამ იარაღებით სროლა. გავერთოთ რა, უბრალოდ და გაგართობთ რა, შაბათი დღე არის, კარგი დილად ენდება რა, უნდა გააკეთოს სამმა მეგობარმა მონადირემ. რატომაც არა. ერთმანეთზე მონატრებულები თან, რა უნდა გააკეთო, ხო? უნდა გავტესტოთ იარაღები, არა, იარაღებს კი არ გავტესტოთ, იდეაში საკუთარ თავებს უფრო გავტესტავთ ჩვენ და სახინკლე გარდაუვართ. არა, პაპ. არანაირი სახინკლე ძმო. რატო? სანამ მე და შენ აქ ვართ, წაგებული კი სრულობს Good Choice-ის ბურგერს. ყველა ვარიანტში, მე პირადად, აი რა სახინკლეს ჯობია, ხო? აი მე მირჩევნია და რა ვქნა, სიტუაციასაც გააჩნია. მე თქვენი ვიდეოებიდან გამომდინარე ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ გავსინჯო. არ გაგისინჯავ. მაგრამ არ გამისინჯავს მინდა ხო? ხო და გექნება შანსი რომ შანსი გაქვს რომ კეთილი ბურგერი იქისრო ძმაო. კარგი, გადავიდეთ. კი. შეუბერე. არ დაგავიწრეთ მეგობრებო, არხების გამოწერა. უი, სხვათა შორის 3 YouTube არხია ამ შემთხვევაში. კი. წარმოდგენილი, ხო, მთელი YouTube მონადირეთა YouTube არის. ანუ ესე იგი, Georgia Hunter-ი, Adventure-ი და მე ნადირობის წარმომადგენელი ვარ. ეგრე გაიხარე. კი ბატონო. მოდი გადავიდეთ მაშინ უკვე აქტიურ ქმედებებზე და ვანახოთ მაყურებელს რა შეუძლია ამ თოფლს, როგორც ახლო დისტანციიდან, ასევე ცოტა შორი დისტანციიდან და მოდი 50 მეტრიდან დავიწყოთ რა. 50-დან დავიწყოთ, კი ბატონო. 50, მერე 100 და всё ეგ არის რა პრინციპში 100. ესეა პრინციპში 150-ით შეგვიძლია თუ არ დაგვეზარა, ნახოთ. თუ არა და შემდეგ ვიდეოში. ზემ უკვე ხო.
თავისი. რამდენ ტყვიას ვისვრით? 3-3 ხო არის? 3-3 კლასიკა გავაკეთოთ რა 3-3 ტყვია. კონკრეტული შეჯიბრი. აი სამუას ვინც გააკეთებს. ნახოთ რა. მე არაფერი საწინააღმდეგო არ ვარ და დარწმუნებული ვარ რომ ფანტასტიკურ შედეგს ადებს ეს ჩემი ჯილა თოფი. წავედით. გოგა რატო გადაწყვიტე რომ მაგიდაზე არა და მანქანაზე მოდი ვუწყოთ ჩვენს მაღულებას. იმიტომ რომ ჩვენ ახლა მართლა სპორტული შეჯიბრება ხო არა გვაქვს, ვართ მონადირეები რა. იქიდან გამომდინარე რომ სტაბილიზაცია ძალიან მაღალი აქვს სპეციალურ დანადგარს ასე ვთქვათ რა. გადავწყვიტე რომ ნადირობასთან მიახლოებული პირობები შეუქმნა. შეიძლება მიზანი ცოტა არ იყოს ისეთი ზუსტი, თქვა, შედეგი, მაგრამ ნუ ნადირობასთან უფრო მიახლოებული არის რაღაცაზე ჩამოდევი ის როლი. ამიტომ მანქანის კაპოტი, ჩემი ირაკლის ხებე, რომელიც აი ამაში თუ გამოდგება და იმედია რომ აღარასოდეს აღარ ჩაიცვავს, ან დაუწვავ ბოლო-ბოლო და ვეღარ ჩაიცვავს და ნახოთ, ბენზინი გაქვს. ნახოთ რა, იმიტომ რომ ეს თოფი მიყვარს ძალიან და აი ნახოთ პირველ სამტყვიას გავისვრი ბიჭებო და იმედია რომ გახსოვს შენ გუჩოის მე არ ვიკისრებ. შენ მეუბნებოდი ესა გოგა რომ იმდენად კარგი თოფია რომ გირჩევ რომ იყიდო და ხანდახან მეფიქრება ხოლმე მართლა ხომ არ გადავიფიქრო სხვა იარაღის ყიდო და შენ მალენ ეხა სხვა შენ ტიკა გინდა თან საკმაოდ კარგი ტიკა გინდა მაგრამ მე ვიყიდიდი აი ამას აი ჩვენს პირობებში მიუხედავად იმისა რომ ხო ის სხვა კლასია სხვა თოფი არის მე ვთვლი რომ საქართველოში მონადირეს ყველა ნადირობაზე ეს თოფი ეყოფა და ძალიან კმაყოფილი იქნება ამ თოფის შედეგით და იმედი მაქვს რომ გამოჩნდება ეგ დაგიმტკიცებთ მაგ ამბავს ან მე ან თქვენ თვითონ დამიმტკიცებთ მოვამზადოთ თოფი იმედია მზად ხართ არა მაჩქაროთ ახლა გუჩოიზეა ბოლო-ბოლო ლაპარაკი არჩი გავარდა მიდი მოიტანე ძალიან ლოგიკური არის არჩი გავარდა დააკვირდით რომ ძალიან დიდხანს არ უმიზნებ ანუ ვცდილობ რომ ნადირობასთან მიახლოვებული პირობები შევქმნა თქვენც იგივეს გირჩევთ. მე ვიდეთ ნახოთ იქნება და საერთოდ ავაცილე რა იცი რა ხდება. შენ ფიქრობ რომ მოვარტყავდი? მე ვფიქრობ რომ მოვარტყავდი, თუმცა მე ქაღალდზე ვიძახე თლიან ქაღალდზე. თლიან ქაღალდზე მოვარტყავდი ნამდვილად. აი სამიზნეს გავარტყი თუ არა ვერ გეტყვი. ო, რა ნინა, ბიჭო, ჩვენიერი შედეგი გაქვს ნახე? არ ვიცი ჯერ. ნუ ყოველ შემთხვევაში მე მომწონს აშკარად გუჩოისი შენ უფრო გიღიმის. ხო, მაგრამ 10-იანი აი ეს არის შავში, ესეც შავშია, მაგრამ ო 7 და 3. 4-ში გადადის. რამხელა არის მოა. არ არის თლაც სახარბიელო მინდა გითხრა. ანუ ნადირობისთვის გადასარევია. ჩვენ რომ ეხა ამას მივდგომოდით კლასიკურად. მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა იქნებოდა 9-იანში და 10-იანში ამ დისტანციიდან. სამართლიანი იქნებოდა მე როგორ. ხო, მაგას ვამბობ რა, ესე ჯობია, მე მგონი მონადირეებს ეს უფრო უნდა აინტერესებდეთ. დიდი ხნის ამიზნების გარეშე ჩქარინას როლი ხა, ჩემს როლებს შორის, ნუ რა ვიცი, 5 წამი არ იყო, მე მგონი განსხვავება, რა ვიცი, შეხედავს ხალხი, მე ესე მგონია რომ ამოიღო მიზანი ეს როლა. ეხლა მე და შენ დაგვაუწყდა ფლომასტერი რომ შემოვხაზოთ და ჩავირბენ და შემოვხაზავ და დაგითმო ფასპორტს. კარგი გენაცვალა. აბა ვნახოთ ბატონი მარლენი რას იცავს. წამოდი მარლენ ჩემო. ამბობენ რომ ბებერი ხარისო, კაც ხნავსო და ნახოთ ერთი რას ხნავს ამისთანაც. ეგ არის ხო? ჩაიკეტა? ეგ არის ჩაიკეტა.
გადატენე რა უქნა? მაინტერესებდა რა. მინდოდა რომ დავენახა. მარცხნივარი. მოიცა ძაღლი გამოვიდეს. ხო და მარცხნივარი მეურბის. არჩი. სალამი. ნინა და მალეშ ბუტრი ადამ სამდა. სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ სვლა არ აქვს ისეთი კომფორტული როგორცაც მოველოდები რა საკმაოდ უხეში სვლა აქვს გადატენვისას. წავიდეთ ვნახოთ აბა ერთი რა გვაქვს შედეგად. რაღაცა გუჩოისის სუნი მცემს ბიჭები. მართლა მე კიდე არ ამგონია მთლად მასე იყოს საკუთე მოგა. აღდგომა და ხვალე ჩემო. ფლომასტერი მოგაქვს? რა თქმა უნდა, უკვე ხელში მიჭირავს. ოქრო ხარ. მე ვფიქრობ რომ ჩემი გაკეთებული მოა უკეთესი უნდა იყოს. ვინმე შენ. კი ბატონო. ეს არის მარლენი, ეს არის მარლენი და ეს არის მარლენი. აშკარად უფრო ახლოს. საით არის? ბიჭო, გუჩოისი რაშუაში, აი ნახე, 10-იანი საით არის, აი ნახე. მოიცა 10-იანი. შენ ნახე 2-იანში ხარ, 4-იანში ხარ და 1-იანში ხარ. სერიოზულად, მე მგონა მოას ვაჯიბრები. 7 და 4 ციფრები, აი შენ შემოგვიყვი ხა ახალ წესებს თუ იგონებ, არ ვიცი. ესე იგი ყველაზე ახალგაზრდა ჩვენმა მონაწილეებმაც გადაწყვიტა ბედის სადოს. სავარაუდოდ წარმატება ექნება, იმიტომ რომ მაინც მისი იარაღია და აი თუ ვერა მარლენი და ჩვენი ყბიდან რა ამოვა, ხო ისე დავცინებთ რომ მთელი საქართველო გაიგებს და კიდე ევროპაში ჩავიტანთ მე და შენ ამ ამბავს და ამიტომ ეცადოს. კარგად მივუშვეს ბიჭები. ავტომატიდან ესვრიან თუ რაღაც? მე მგონი საერთოდ პისტოლეტია. მე ამით როგორ ხედავთ? რა ვიცი, როგორც დაგვიყენე ისე. არა, ყველას ჩვენ ჩაგვაყენა ცუდი ისენი დაგვიყენა, ასტროიკები რაღაცა. ინდივიდუალური თვალია. ხო, მაგრამ ნუ ქვემოთ არიან, შანსი არ არის, ანუ აპასნი არ არის. ვერ ამოვლენ. როგორ? მართლა? კი, მაგრამ რანაირად საკმაოდ დიდი პასტავკა არის ქვემოთაც. არა, ვერა თორე. აიცეთ. ბიჭებო, რეკა შეცაძლევს. უღიარებ. რა მნიშვნელობა აქვს? всё. ნახოთ ახლა შედეგი. რაღაცა რა ვერ გავიგე. რაღაცაშია საქმე მგონი ვისრულობ. დეიწყო. კაი, წავედით. მიდით, ეხლა ვემოვალ სამიზნეს ამოვიღებ ახალს. ო, რა მოვა ახლა? როგას ვიდა? ხო არ გახსოვთ სამიზნეები სად არის? 1 2 და ეს პირველი ნასროლი არ ვიცი აქ რა მოხდა. რაო, იკა. რას მეტყვი სანამ მოვდივარ? რაღაცინ, რაღაცა ცუდად იცი. არ ვიცი, შენ შეაფას. აჰა, რა კმაყოფილი არის. არა. არ ვარ კმაყოფილი. აბა, მოდი ნახოთ ვენახე. შვენიერი. ნუ ფანტასტიკ. პირველი ვისროლე სადღაცო. არა, ნუ 1-10 ახლა მოსულა. გადასარევი ნასროლი აქვს, ისი მოლოდინიც ნამდვილად გქონდა და სხვანაირად ვერც წარმომედგინა. სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ, არ დავჭერ, რა ხდება ერთმანეთს. 8-იანი, დიახ. 7-იანი და ნუ 1-10 აქვს რა, აი.
ერთი 10-თენი აქვს. ნუ ბოლოს დაჯამდება ეს ყოველივე. მოდი ბარემ ეხლავე დავაჯამო, ხო, რა გინდათ? თქმა უნდა, აბა რა, შორს რატომ უნდა წავიდეთ? ნუ, ჩემი ადგილი გასაგები არის. შენი ადგილი გასაგებია. ესე იგი, იკას აქ 8 და 7 15, 15 და 2 17 ქულა აქ იკას. მადლობა. კარგად იყავი 20. მე მაქვს 7 და 4, ესე იგი 14 და 4, 18, ერთი ქულით გიგებ იკა. ჯერჯერობით ერთი ქულით გიგებ და მე იმედი მაქვს უფრო მეტით მოგიგებ. ნახოთ. ალენ დამეხმარე რა. ქულა დაგვიწერე ქაღალდზე. კი ბატონო, მაგრამ მოდი ჯერ დამეხმარე. ეს მიადე. всё, გაუში გენიცვალენ. ზემოთაც. ეხლა რავშვებით ბიჭებო და 3-3 ტყვია რა ხან ვისროლეთ. ამ დისტანციაზე გადავიდეთ SKS-ებზე. ქრომირებულზე და ნახოთ რა და როგორ იქნება. ეს ცარიელია, ხო ნამდვილად. მოდი. გადაამოწა. სიფრთხილეს თავი არ სტყივა. გიგენეც. აბატონიჩი. შევინახოთ არა, გადავდოთ. SKS 1954 წლის ქრომირებული. ნუ, პრინციპში ალბათ უმრავლესი ჩვენთაგანი ამ იარაღს კარგად იცნობს ძალიან, იმიტომ რომ სხვა არც იყო და რაც იყო იმითი ნადირობდით. როდესაც ჩვენ ნადირობა დავიწყეთ. მე ვიტყვი რომ ამ იარაღს შეჩვეული ვარ, პრინციპში კარგად ვიცი ეს იარაღი და ნუ ნახოთ რას ვიზავ. ერთადერთი ცუდი ფაქტორი ის არის რომ ასაკის და გამომხედველობა დამაკლდა. და ნახოთ. რამაც საგრძნობლად შეიძლება შანსები გამიზარდოს. რამაც ორივე შეიძლება შანსები გაგიზარდოთ. აბა ვნახოთ. ქაღალდს ხვდება. კი. ხედავ. ქაღალდს თუ ხვდება უკვე კარგი არის. წავიდე ვნახოთ. არა, დაიცადე წამოყვებით. სხვადასხვა ძალიან კაი ნასროლი არის, მე თუ მკითხავ. ნუ ეხლა თუ ესე აცილებ ხოლმე, მე უფრო მეტი მე თქვენ მარტივად გეტყვით, ბიჭებო, ეხლა თქვენ თუ გინდათ რომ მიზანში გაარტყათ და თუ იმამაძაღლებთ და ქვემოთ დაუმიზნებთ, მაშინ მოვარტყავთ აქ, იმიტომ რომ 50 მეტრზე. ტყვია, ოდნავ ზემოთ ადის და იწყებს 100-დან დაშვება. შევას გავითვალის. შვენიერი ნასროლი მაქვს, კლასიკური სამკუთხედი მაქვს გაკეთებული. მორტყმული არის პრინციპში მიზნის დიამეტრებში ყველაფერი და არც ერთ ნადირს გადარჩენის შანსი არ დაუტოვე. არ დავეთანხმა, მართლა კაი ნასროლია. წავედით. იკა ეს იარაღი ჩემთვის არის საკმაოდ ძველი იარაღი. შეიძლება ითქვას პირდაპირ რა, ჩემი გაგებით რომ მოძველებული იარაღი, თუმცა რეალობა ეგეთი გვაქვს ხალხმა, რომ იარაღი საკმაოდ გამძლეა, საკმაოდ მაგარი იარაღია და საკმაოდ პოპულარული არის ჯერ კიდევ რა. იმის გამო რომ მუშა და ვირი იარაღი არის. მზად ვართ? ცველზე ავიყვანეთ და წავიდეთ შედეგი ვნახოთ. ესე იგი, ჩემო მარლენ. ეხლა არ დამიწყო რომ აგერ არის აი ისეო და აი ასეო და აგერ არის მეორე შენი, აგერ არის მესამე შენი. დავაფიქსიროთ თუ შეიძლება შედეგი რა. შედეგი. ოვაციებით, ტაშებით და მთელი ტაშებით, ესე იგი, ჩემმა ნაკოლმა გაამართლა და არც კი სხვენია ამას რა. აი არც კი სხვენია. ისა მოიცა როგორ არის ომში ყველა ხერხი მისაღები არის. კი ბატონო, კი ბატონო, კი ბატონო. მე კმაყოფილი ვარ. მე კმაყოფილი ვარ, რაღა დაგიმალო და მართლა კარგი შედეგი არის. თქვენ რა სიტყვით? თქვენ როგორი კმაყოფილები ხართ შედეგით? მე საერთოდ რას ვფიქრობ, იცი იქიდან გამომდინარე, რომ დაცხა
ხო არ შევჩერდეთ 50 მეტრზე და ვკითხოთ მაყურებელს თუ კომენტარებში მოითხოვენ 100 მეტრს. რა სიტყვა იკა ეს შენი გადასაწყვეტი არის? თუ კომენტარებში მოითხოვენ რომ ბიჭებო 100 მეტრიც გვაინტერესებს, აბა რა სიზამთ, რის მქნელები ხართ, ჯერ აქ რა ქენით და მე იქ რა სიზამთო. 100 მეტრზე მართლა სასაცილოა. თუ მოითხოვენ, გავაკეთოთ მე 100 მეტრიანის ჩაწერა. და ამისათვის რა არის საჭირო ხალხო იცით? არხის გამოწერა არის საჭირო და ლაიქი. არხების, ხო, მაგრამ პირველ რიგში გამოიწერეთ ირაკლის არხი. Georgian Hunter in action. Georgian Hunters გამოიწერეთ. იკა, ბატონო, მზად ხარ შრომისა და თავდაცვისთვის? ყოველთვის მზად ვარ. აბა ვნახოთ ერთი რა სიზამ რა. მით უმეტეს როცა თქვენთან ერთად. არა შეგილია ის რომ გუჩვეისი უკვე გარანტირებული გვაქვს, წაგებული გამოვლენილი არის. აღარაფერი აღარ ნახოთ. ამას და ნახოთ. ეს ხო ჯამური ქულებით არის. კი. 300-ით და კი ბატონო. ეს გასაგებია. კაი, დავიწყოთ. აჰა. ხედავ რა მონადირული გასროლები იყო? კი, ფაქტიურად შეუფერხებელი გასროლები. ესეთ გასროლებს ძალიან ვაფასებ, მალენ მინდა გითხრა რა, იმიტომ რომ ნადირობის დროს ნამდვილად სამწუხაროდ არ გაქვს ადამიანს იმის კომფორტი, რომ დიდი ხანი დაუმიზნო და რაღაც წამებში ხდება ყველაფერი და ირაკლის ნასროლი იყო კლასიკური მონადირული. აბა ვნახოთ. რა ხდება და 1 ძმებო 2 3 2 და 3. ესე იგი მალენმა გვაჯობა. ამ შემთხვევაში მალენა გვაჯობა, თუმცა ქულა არც მალენს არ აუღია, ანუ ქულები რჩება ისეთივე როგორიც იყო. მივხვდით შემდეგ რამეს, რომ 50 მეტრზე SKS-დან დაჯგუფებები პრინციპში მერყევობს ალბათ 10-12 სანტიმეტრში არის, ну ჩემ შემთხვევაში არის ალბათ მაქსიმუმ 10 სანტიმეტრი. მარლენის შემთხვევაში დაახლოებით ესე არის, კი 10 შეიძლება 12 სანტიმეტრი, შენ შემთხვევაში 2 ძალიან ახლოს არის. დაახლოებით ალბათ 4 სანტიმეტრზე მეტი არ არის და ერთი გაქვს ანაცდენა ან პირიქით მიზანთან ახლოს ყოფნა, როგორც გინდა ისე მონაცვლე. რა გამოვიდა? რა გამოვიდა ის რომ მონადირე კაცისთვის პრინციპში ყველაფერი ნორმალურია. ნადირი აღებულია ყველა შემთხვევაში. თავარი რაც უნდა აღვნიშნოთ. აი სამივეს ნასროლიდან, აი ეს ჯამში ჯამური დაჯგუფება რაც არის. ეს არის შედეგიანი. ხო, თავისთავად. ეხლა თუ ბიჭებს უნდათ რომ ნახონ მიზანში როგორ არის გარტყმული, მართლა 50 მეტრზე ეხლა ყველამ ვიცით ტყუის ტრაექტორია, უნდა დაუმიზნო შესაბამისად 1-15 სანტიმეტრით ქვემოთ და ეს ყველაფერი იქნებოდა მიზანში. ჩემს შემთხვევაში ძალიან გთხოვთ დააფიქსიროთ, იქნებოდა ალბათ ზუსტად 10-იანში. ძალიან გთხოვთ რა. ანუ ყველაფრით ბურგერი შენია, ჯერჯერობით. არ გინდა. ბურგერი ვისიც არის კამერა უჭირავს გადასარევას, მინდა გითხრა. მოდი ესე ვქნათ რა, მართლა ბიჭებო, გამომწერებო, გოგოებო, რა ვიცი, ხალხო. თუ მოგეწონებათ აი ესეთი კონტენტის ვიდეო, გპირდებით რომ ადრე თუ გვიანდა თქვენი მოთხოვნის შესაბამისად გავაკეთებთ კიდე 100 მეტრზე ანალოგიურს. რა ეს არის ესეთი უბრალოდ გავერთეთ რა, მართლა დიდი ხანი ერთმანეთი არ გვინახია და მინდა ვაჩნო ბარემ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა იქნება დიდი ჩელენჯების დასაწყისი. სიამოვნებო. ეს არის ელემენტარულად მარტივად რო ვთქვათ ჩელენჯი რა 21 საუკუნეში. ცხოვრება წინ არის იარაღები, ბევრი გვაქვს, ტესტოთ, ვიჩელენჯოთ და ვახალისოთ ჩვენი მაყურებელი. კი ბატონო. აბა დროებით ველით თქვენს კომენტარებს და გამოწერებს, აუცილებლად გამოწერებს. ესე იგი, შევიკრიბეთ 3 ძმები გურულები? ეგრეა. კარგი დღე იყო. კარგი დღე იყო, ერთ-ერთი რამაც შემაწუხა მხოლოდ და მხოლოდ მზე, თორე დანარჩენი იდეალური იყო ყველაფერი, ჩემო მეგობრებო და მოდი ერთ ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, როგორ ვუვლით ბუნებას რა. კი, ნამდვილად, არ ვიცი კაცში რამდენად ჩანს. დაახლოებით ერთი ცელოფანი მასრა, ჩემო მეგობრებო. 300 ცალი დაახლოებით. ავკრიფეთ და მიგვაქვს თან რა, აქ ავტორებს და მოგიწოდებთ ყველას, ვისაც გეძლევათ იმის საშუალება, რომ სროლის მერე ცოტა დაიხაროთ, დაიხარეთ. არაფერი პრობლემა არ. აშკარად ჩვენი ბიჭების ნახელავია ეს. არც თუ ისე საღარბიელო ამბავი და. ზოგი შეიძლება ჩვენი ძველი ნასროლი იყოს, მაგრამ შეიძლება, ხო, მაგრამ მოვკრიბეთ და მიგვაქვს რა. ხო. ეხლა საინტერესო რაც არის, ეგ შედეგი როგორ დამთავრდა? მეგობრობამ გაიმარჯვა. მეგობრობაში საფრთხე პირველად თქვენი მონამორჩილი ძალიან გთხოვთ.
კი ბატონო. შენ გონია მართლა რომ პირველ ადგილზე ხარ? და მესამეზე მარლენი. მგონი არა, ვიცი. ყოველთვის ესე როგორ უნდა ანაწილებდე? ბიჭო, რატო უნდა ვანაწილებდე? მარტივი არითმეტიკა არის. დაჯამდა ქულები, 1-ით მოუგე ბატონ ირაკლის, 4-ით მოგიგე შენ. ჰა? ვერაფერს ვერ იტყვი. მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები ასე ადგილას. აი, ეგ განვიხილოთ ჩოისში. ვეთანხმება და ვინ არ ეთანხმება. გვინდა რევანში. გვინდა რევანში და თუ თქვენ მოგეწონათ ეს ჩვენი ასე ვთქვათ პატარა გადაცემა, ძალიან გაგთხოვთ, გამოიწერეთ არხი და დაგვიკომენტარეთ და შემდგომ შემოგთავაზებთ უკვე 100 მეტრიან სროლებს და მე რაზე დავდოთ მაზიანი? საინტერესო რა იქნება, იცი, ვაფშე მაყურებელმაც რო თავისი ფსონები გააკეთოს, აი 100 მეტრზე ვინ გავა პირველზე, მეორეზე და მესამეზე, ეგეც ხო თემა არის. კომენტარებში დაგვიწერეთ ბიჭო. აი შემდეგ ვიდეოში თან ვაჟაც გვეყოლება, უფრო საინტერესო იქნება და შემდეგ გასროლებს რა იარაღით გავახორციელებთ? მე მგონია რომ იგივე T და პლუს დავამატოთ ბონუსად და რემინგტონი. პლუს მაგი იარაღების განხილვა. კი ბატონო. მასე გავაკეთოთ. ეხლა მოშიებულები ვართ. და ბარემ შეუდგეთ საქმეს. ბარემ შეუდგეთ საქმეს. დავეცეთ ბიჭო, ის კი ბატონო, სიამოვნებით. გამშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. დროებით.